ფანტაზიის წარმოჩენის საინტერესო გზა. ხატრობა, რომელიც ბევრისთვის უცნობი, საზაფხულო ბაღის აღსაზრდელებისათვის კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გაკვეთილია. კარგად უნდა დაიფაროს ფორმატი ყველა ადგილას, რომ არ დაგვრჩეს თეთრი ადგილი. ლურჯს უხდება ყვითელი ფერი და შეურიოთ ყვითელი. შავი? შავიც უნდა გავუკეთოთ. ამავე სკოლის კურსდამთავრებული ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ხელოვნების დარგში საკუთარ გამოცდილებას ახლა უკვე ახალ თაობას უზიარებს. საზაფხულო ბაღის ყველა აღსაზრდელი სალომესგან წყალზე ხატვას სწავლობს. პირველი გაკვეთილი მხატვრობის ტექნიკის შესწავლას ეთმობა, თუმცა ცოტა ხანში თითოეულ მოსწავლეს საკუთარი სპეციალური წყალი, საღებავი და ფუნჯი ექნება. ეს არის ფონი, რომელიც ამის საშუალებით ბავშვებს უნვითარდებათ, როგორც ფანტაზიის უნარი, შეუძლიათ დაინახონ სხვადასხვა ფიგურა, არსება და მე მის მიხედვით დავხატავთ შემდგომ ამას მოვხატავთ სხვადასხვა პასტელებით, ფლომასტრებით და მივიღებთ ძალიან კარგ ნახატს. ბავშვის ფანტაზიის განვითარებისთვის არის ძალიან კარგი საშუალება. არის უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა საღებავები. ჰამლეტ გონაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის საზაფხულო ბაღი ეკოჰაუსი. ადგილი, სადაც ბავშვები დილიდან საღამომდე წყნეთში სუფთა ჰაერზე, მწვანე გარემოში სწავლობენ. ყველაზე პატარა და ყველაზე ცელქი აღსაზრდელები. აქ ბავშვის თავისუფლება და განვითარება პედაგოგების მთავარი საზრუნავია. ვცდილობთ, რომ ბავშვებისთვის საინტერესოები ვიყოთ და საინტერესოდ წარმართოთ მთელი დღე. თავისი დაწყებული კვებიდან, მოსვლიდან, მისალმებიდან, ქცევიდან, თამაშია თუ ხატვაა თუ სიმღერაა, გარდა ამისა, რომ მარტო სიმღერა და ხატვაზე არ არის აქ დამოკიდებულება ურთიერთობა ერთმანეთში, უფროსის და უმცროსის, ბავშვების და ასე შემდეგ. და გვინდა რომ თავისუფლად იყვნენ, არაფერში არ ზღუდავთ. შორიდან გაისმის არების ხმა ვედრება რამდენია სათქმელი ვინ იცის იხვიცებს ჩემი სიმღერა, რომელიც ამ სკოლის მთავარი წარმატებაა. აქამდე აღზრდილი ბზიკებისა და კახელიშვილების შემდეგ ორი გიორგის ხმა სკოლის სიჩუმეს სასიამოვნოდ არღვევს. ბიჭებთან ერთად კიდევ ერთი აღსაზრდელი, რომელსაც რუსუდანი დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებს, მაცაცოა. ინდივიდუალური არტისტიზმითა და სიმღერის უდიდესი ნიჭით. აქაურობა მართლა ძალიან მოგწონს, იმიტომ რომ ყოველთვის კარგად ვერთობით. გარდა ამისა, ძალიან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, ხალხთან ურთიერთობას, დააკვრას, სიმღერას და ასე შემდეგ. შეზღუდული არაფერში არ ვარ თავისუფალი, სიმღერებს ვარჩევ მე თვითონ, ან რეპერტუარს ვარჩევ მე თვითონ და პედაგოგები მეხმარებიან, რომ ანუ სწორად ვიმღერო ეს სიმღერა. ეხლა ესეთი ფიგურა ყველას გაქვთ. ესე მოკიდეთ ხელი და დაკეცეთ კვადრატის ფორმაში. დათოსოსელია საზაფხულო ბაღის ყველაზე პატარა მასწავლებელია. იაპონური წარმოშობის ორიგამის ხელოვნების პირველი გაკვეთილი წყნეთში. შედეგი სახეზეა. სიმღერაში, ხატვაში, ორიგამისა და თექის ხელოვნების გაკვეთილებში, ეზოში თამაშსა და ერთმანეთთან ურთიერთობაში აქ მათთვის მთელი დღე განსაკუთრებულად სასიამოვნოდ გადის.